ცოტა ხნის წინ სანქცირებულმა მოსამართლემ მანუჩარ-ცაცუამ გამოიტანა გადაწყვეტილება გამოაცხადა გამომცემელ ანი მილაშვილის საქმესთან დაკავშირებით და ის ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად ცნოდა 5,000 ლარით დააჯარიმა ბრალდების მხარე გამომცემელ ანი მილაშვილს ედავებოდა 18 იანვარს გზის უკანონოდ გადაკეტვას, თუმცა როგორც თავად ანი მიլაშვილი ამბობს, საქმეში უბრალოდ მტკიცებულებაც არ არსებობდა შესაბამისი, რომელიც მის ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას დაადასტურებდა. ამბობს, რომ მხოლოდ 2 ვიდეო ჩანაწერი არსებობდა, რომლითაც ერთ ვიდეო ჩანაწერში ჩანს თუ როგორ კეტავს მოქალაქეები რუსთაველის გამზირს, მაგრამ აქ კონკრეტულად ანი მილაშვილი თავად არ ჩანს და მეორე ვიდეო ჩანაწერში უკვე გადაკეტილ გზაზე, როდესაც იმყოფება ანი, მხოლოდ ეს ვიდეო ჩანაწერი ჰქონდათ მტკიცებულებად ბრალდების მხარეს და შესაბამისად, როგორც ანი მილაშვილი ამბობს, ამ ვიდეო ჩანაწერებით უბრალოდ მისი სამართალ დამრღვევა ცნობა არის აბსურდული და უსამართლოდ მიიჩნევს მოსამართლე მანუჩარ-ცაცუას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევებზე სასამართლო პროცესები, მაგალითად ამ წუთებში განიხილება ნიკა ზირაქაშვილის პროცესი, მასაც ბრალდების მხარე ედავება გზის უკანონოდ გადაკეტვა. საუბარია 13 იანვარზე, როდესაც რუსთაველის გამზირი გადაიკეტა და ბრალდების მხარეს აქაც ვიდეო მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, თუმცა როგორც დაცვის მხარე და თავად ნიკა ზირაქაშვილი ამბობს, მაგ დროს ის იმყოფებოდა ერთ-ერთ კაფეში, სადაც თავის მეგობრებთან ერთად ვახშმობდა და ამიტომ უბრალოდ შეუძლებელია იმ მტკიცებულებების მიხედვით მისი დამნაშავედ ცნობა, რადგან საერთოდ არ იმყოფებოდა მაგ დროს რუსთაველის გამზირზე. მანუჩარ-ცაცუამ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ჩემს საწინააღმდეგოდ, მეტავებოდნენ გზის გადაკეტვას იმ დროს, როდესაც საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იყო, რაც რა თქმა უნდა სიცრუეა, არანაირი მტკიცებულება არ ადასტურებს იმას, რომ მე გადავკეტე გზა. დანიშნულებული არის ის ფაქტი, რომ ამ აქციაზე ვიმყოფებოდი მე ბანერით, ვეფხისტყაოსნის აფორიზმი იყო ამ ბანერზე წარმოდგენილი, მოყარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია და მე ვფიქრობ, რომ ის რუსეთი მტერია ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ რუსული რეჟიმის ხელშემწყობები და რუსული რეჟიმის საქმის გამკეთებლები მტერზე უფრო უარესები არიან და მე არასდროს სამართალი და კანონი ისეთი შელახული, გათელი და მიფურთხებული არ ყოფილა, როგორც ახლა. მე მგონია, რომ არასდროს მოსამართლეს ისე არ შეურცხვენია თავისი მანტია, როგორც ახლა არ ცხვენენ მანუჩარ-ცაცუა და მისი მსგავსი სანქცირებული და უსამართლო მოსამართლეები. მალე ეს ადამიანები და უგულისხმობ არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც თითქმიან საქმეებს სრულმოწმებად მოდიან, ის ხდებიან სწორედ განსასჯელის სკამზე და კანონი მათ ზუსტად ისე მოკიდებს ხელს, როგორც მათ დაიმსახურეს. გადაკეტვის მომენტში საერთოდ არ ყოფილა რუსთაველზე. ამ დროს საერთოდ ვიყავ ერთ-ერთ კაფეში რუსთაველზე. როდესაც გამოვედი, უკვე პატრულს ჰქონდა გზა გადაკეტილი და შესაბამისად მე ფიზიკურად ვერ გადავკეტავდი აქ გზას. ქვითარის მაქვს, ასევე შეუძლიათ მოითხოვონ ვიდეო კამერების ჩანაწერები იმ კაფის. რეალურად ამ დღეს 13 იანვარს გზა გადაიკეტა დაახლოებით 9 საათისკენ და ოქმშიც და ახსაგანმარტებაშიც უწერიათ, რომ 8 საათზე ხედავენ როგორ კეტავს ეს ადამიანი გზას, როდესაც 9:15-ზე მაკდონალდსში იხდის და იქ ასე ვთქვათ საკვებს მიირთმევს. ნიკა ზირაქაშვილის სასამართლო პროცესი, როგორც გითხარით, ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ცნობს თუ არა ნიკას ადმინისტრაციულ სამართალ დამრღვევად და მასაც დააჯარიმებს თუ არა 5,000 ლარით, თუმცა როგორც დაცვის მხარესაც უსმენდით, მათ აქვთ მტკიცებულებები თან წარმოდგენილი, რომლითაც დასტურდება ის, რომ გზის გადაკეტვის დროს 13 იანვარს ნიკა ზირაქაშვილი არ იმყოფებოდა საერთოდ რუსთაველის გამზირზე.